რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ჯამრთელობის პრობლემები მქონდა ბავშვობაში. ბევრი დიდი სპორტსმენისგან მომიხსენია დაახლოებით იგივე შინაარსის პასუხი, რაღაც საკუთარ თავთან პირობის დადება. შენ რო ხვდები შენით, რომ რეალურად შენი ბრალია რა, შენ მე კი არ მოგიგო შენ წააგე რა. როდესაც შენ გადიხარ შეჯიბრზე, ან ისე დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვო. რეალურად პირველი რაუნდის მერე უკვე ძალიან ცუდად ვიყავ. რამდენად მრავალფეროვანია ტექნიკის მხრივ მკლავჭიდი. ჩვენ მომავალი მეტოქის ვინაობა გაირკვა. მაგრამ გულშემატკივრები გიცნობენ როგორც ესეთი დიდი ჰალკი, მაგრამ კეთილ ჰალკს ისე იცნობენ. უთხრით რომ იქნება ის თუ იტყვის რომ გავჩერდით რომ მე ვეთქვი რომ მოდი. საინტერესო იქნება, ანუ ესეც მაგარი საინტერესო იქნება რესლინგში შენი ნახვა. ზუსტად 5 წელიწადში გავხდი მე სოფლიო ჩემპიონი. წარმატებებს გისურვებ და მომავალ შეხვედრამდე. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ბრძოლის ხმა და ჩვენი მეშვიდე გადაცემის სტუმარი გახლავთ სოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი ლევან საგინაშვილი. გამარჯობა. კლავჭიჩი. დიახ, რა თქმა უნდა, კლავჭიჩი. ამას ალბათ აღნიშნავს არ უნდა, იმიტომ ყველამ გიცნობს და ყველამ იცის ვინ არის ლევან საგინაშვილი. სანამ შეკითხვებზე გადავალთ და საუბარს დავიწყებთ, შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი არის ლიდერ სპორტი. ლევან, პირველ რიგში, მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით გიცნობს და ამ სპორტის განვითარებისთვის და არა მარტო ამ სპორტის განვითარებისთვის, ქვეყნის ზოგადად წარმოდგენისთვის ძალიან დიდი წვლილი გაქვს შეტანილი. რაც ძალიან სასიხარულო არის და სანამ ამაზე უფრო ფართოდ ვისაუბრებდეთ, მაინტერესებს ის მიზეზი, мотиваცია თუ რატომ მკლავჭიდი და არა სხვა სპორტი. მე სპორტი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და მაღაზე ვოცნებოდი რომ ყოფილიყავი სპორტსმენი. რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ჯამრთელობის პრობლემები მქონდა ბავშვობაში 1000 რამე და მოკლედ მოხდა ისე რომ 20 წლის ვიყავი, როცა აღმოაჩინე მკლავჭიდი და პრაქტიკულად ყველა სპორტისთვის, უმეტესი სპორტისთვის უკვე დაგვიანებული იყო ჩემი ასე 20 წლის სამახა. დამეწყო რაღაცები, მანამდე ფეხბურთს კი ვთამაშობდი რაღაც, თუმცა ჯამრთელობის პრობლემები შემექმნა და დაახლოებით 15 წლიდან 20 წლამდე საერთოდ ვერანაირი სპორტით ვერ გავდებოდი და მერე მოხდა ისე რომ ეს ფიტნეს დარბაზში დავიწყე ვარჯიში, უბრალოდ იმისთვის რომ რაღაც ფორმაში მოვსულიყავი ასე ვთქვათ. და გავიცანე ჩემი მომავალი მწვრთნელი ლადო ხუციშვილი, რომელმაც ასე ვთქვათ აღმომაჩინა და ლექცია ჩამიტარა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მაგარი მონაცემები მქონდა მკლავჭიდისთვის. მანამდე მკლავჭიდი დიდად არ ვიცოდი. საერთოდ ესეთი სპორტი თუ არსებობს. თუმცა სკოლაში მიყვარდა ხოლმე ხელის გადაწევა და იმდენად დამაჯერებლად მესაუბრა და თან იმდენად მინდოდა რამე სპორტში რო ყოფილიყავი, რომ ეგრევე ასე ვთქვათ მთელი თავით გადავეშვი ამ კლავჭიდში და თან საგულისხმო ის არის რომ მაშინ ლადომ მითხრა რომ თუ მივარჯიშებდი 5 წელიწადში სოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი და ზუსტად 5 წელიწადში გავხდი მე სოფლიო ჩემპიონი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ეთყობა დაინახა შენში დარბაზში რო იყავი. სწორ დროს მომენტში აღმოჩნდით ორივე და რაც მჭირდებოდა ზუსტად ის ასე ვთქვათ იმ ადგილას მიხვდა, საჭირო ადგილას. იმიტომ რომ მართლა ძალიან მინდოდა სპორტსმენობა რაღაც სიმართლე გითხრა რაღაც იმედიც ეხა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, იმიტომ რომ 20 წლის ასაკში ეხა და რადგან ეს ბავშვობაში უფრო ესეთ მოზარდ და თინეიჯერულ ასაკში ქონდა რაღაც ჯამრთელობის პრობლემა, ალბათ რაღაც შენთვის ეს მიუღწეველი და ალბათ ფიქრობდი ხო ისე რომ კარგი იქნებოდა რომ სპორტსმენი გამხდარიყავი და თუმცა მე რაღაცა ყალატბურთზე მივედი იქ მითხეს რომ დაგვიანებული იყო ჩემი არ ვერ გაწვალებთ იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ამასაკში ეხა ყალატბურთის დაწყება სესულელიაო და ასე ვთქვათ ისე ვიყავი რა დაკარგული მაგამ ბავშვი და
კაი დროს ასე ვთქვათ შევხვდი ლადოს და უკვე რომ ვილაპარაკეთ შემდეგ ანუ არ ვიცი აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ადამიანმა არა მარტო ის რომ უბრალოდ რჩევა მომცა მე მავარჯიშებდა დარბაზში დავდიოდი და თვითონ ასე ვთქვათ მოდიოდა ხოლმე დროს ხარჯავდა ჩართული იყო შენი განვითარების და მიმიყვანა ნაკრებში გამაცნო იქ ყველა ეს მწვრთნელები ყველა საქართველოს ჩემპიონატს გავამიყვანა და ასე ვთქვათ რა ეს გზაზე დამაყენა და მე უკვე ჩემით ასე ვთქვათ განვითარდი დიახ დაახლოებით 8 წელი არის რომ მარცხი არ განგიცდია და ეს ნიშნავს იმას რომ ძალიან ბევრ შრომობ წარმომიდგენია რამდენი შრომა გჭირდება და რამხელა мотиваცია უნდა კონდეს რომ 8 წელი იყო საუკეთესო და ნომერ პირველი და ამას რაღაც ამ ენერგიას და ძალას გაზრდავს რაღაცა ხო აი ეს мотиваცია შენთვის დღეს რა არის რა გაძლევს ამის мотиваციას ანუ მოღამში ხარ აზარტში ხარ ვინღაც არის შენთვის იდეალი ვინც ამ ენერგეტიკას გაზრდავს და ასე შემდეგ ეგ საინტერესო არის ძალიან შენგან 2017-ში წავაგე ბოლოს და ისეთ სპორტსმენთან წავაგე ვისთანაც არ უნდა წამეღო ანუ ჩემი ბრალი იყო რა წავაგე იმიტომ რომ ვიზარმაცე არ ვივარჯიშე და აქედან გამომდინარე დავმარცხნი და რომ მივხვდი რომ ეს წაგება ჩემი ბრალი იყო იმდენად განვიცადე რომ ასე თქვა ჩემ თავს უთხარი რომ მეთქი აი всё ყველა შეჯიბრისთვის დავიხარჯები მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს გრძნობა ასე ვთქვათ აღარ განვიცადო რა ხა თუ წავაგებ ყოველ შემთხვევაში მინდა ისე წავაგო რომ ვიცოდე რომ მომზადების დროს ყველაფერი გავაკეთე და არა ის რომ აი ვიზარმაცე და სიამდვილეში შემეძლო რომ მომეგო და ჩემი ზარმაცობის გამო და ვარჯიშობლების გამო დავმარცხდი აი მაგის მერე ასე ვთქვათ იმას მივყვები რომ ყველა შეჯიბრისთვის ვემზადები მაქსიმალურად ბევრი დიდი სპორტსმენისგან მომიხსენია დაახლოებით იგივე შინაარსის პასუხი რაღაც საკუთარ თავთან პირობის დადება ალბათ უფრო მნიშვნელოვანი და ანუ სხვა ის პერიოდი იყო რომ მაშინაც ვიგებდი რა ევროპა მოვიგე ორივე ხელში ხო და მე სოფლიოზე რომ მიდიოდი არ მახსოვს რომ ძალიან ესეთი საფხული იყო რა ძალიან ცხელოდა რა და ამ სიცხეების გამო ასე ვთქვათ მეზარებოდა ხოლმე ვარჯიში და ძალიან ბევრი ვარჯიში გავაცდინე რა ცოტა თქვა თავში წამივარ და ვფიქრობდი მაინც მოვუგებ მაგათ და რაღაცა და ბოლოს აღმოჩნდა რომ ჩავედი მარცხენა მაინც მოვიგე იმიტომ რომ მარცხენა უფრო ძლიერი მქონდა ხოლმე იმ პერიოდში მარცხენა სულ ვიგებდი და მარჯვენაში დავმარცხდი და ეგ იყო მთავარი мотиваცია ხო აი ხო იცი რა რომ მიხვდები რომ კი მე თვითონ დაგამარცხე მაგრამ შენ რო ხვდები შენით რომ აი რეალურად შენი ბრალია რა აი შენ მე კი არ მოგიგო შენ წააგე რა აი მაგის მერე უკვე ანუ სხვანაირად შევხედა ყველაფერს რა ეხლა შენგან ყველა ელოდება გამარჯვებას ანუ სხვა რეზულტატს არც კი განიხილავს შენი გულშემატკივარი და გულახდილად რო გითხრა მეც იმაში შევდივარ იმ გულშემატკივრების სიაში რომ როდესაც შენ გადიხარ შეჯიბრზე ანუ ისე დარწმუნებული ვარ რომ გაიმარჯვებ მაგრამ ეს შენთვის შენც ხო იცი ეს ასე რო არის და ანუ როგორი შეგრძნება არის პასუხისმგებლობას იზრდის თუ უბრალოდ შენ ამას მშვიდად ხვდები და ასე შემდეგ ნუ ეგ ჩემთვის დამატებითი სტრესია ხა როცა ყველა ელოდება რომ სპორტსმენი უნდა მოიგო და რაღაცა რო გეკითხება როდეს გახშეჯები მეტყვი რაღაცა და მაინც მოიგებ და რაღაცა აი ხო ხვდები რა ცოტა რთული არის აქედან გამომდინარე ანუ თუ სირთ პასუხისმგებლობას და ალბათ мотиваცია კიდევ უფრო მეც ვარჯიშობ რო არის კაი მეტები არ გუწრო გულშემატკივრებს არა ხო რა თქმა უნდა ყველა რო ელოდება რომ აუცილებლად გაიმარჯვებ ანუ არ გინდა რომ ასე ვთქვათ გული დაწყვიტო რა მე მახსოვს შენი გამოსვლა დუბაიში გასპარინთან ხო მან ცოტა ისე მძიმე კადრებიც ვნახეთ, ცოტა ცუდად გახდი, ჰაერი არ გიყო რაღაც იქიდან. ხო, 4-0
რეალურად პირველი რაუნდის მერე უკვე ძალიან ცუდად ვიყავი. და შემდეგ მოახერხე ის, რომ სწრაფად უგებდი რა. სტარტზე მივხვდი, რომ უკვე რაღაც ვერ ვიყავი კარგად და 4-0 რო გახდა, მე შევწყვიტე. ასე ვთქვათ, ხო, გამოსვლა და 4-2 ჩაუთვალეს რა. ეს ორი რაუნდს, რეალურად აზრი აღარ ქონდა, იმიტომ რომ სულ 6 რაუნდი. როგორ არის მან მაინც უნდა ჩაამთავრო სიტყვაზე ვთქვათ 4-0 რო იგებ ის ორი არ არის 3 საუცილებლო ხო? და აღარ გავრისკე, იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდად ხსოვდი თავს და ძალიან ხოლაპარაკობდით ან რაღაც ბევრი პრობლემა მქონდა, თუმცა მე უკვე მივხვდი, რომ რეალურად შაქარი დამივარდა და მაგიტომ ვიყავი ძალიან ცუდად რა და ეხლა უკვე ამას აკონტროლებდა იცი ხო რასთან გქონდა საქმე და ხაერობა იყო, სიცხე იყო, ძალიან დიდი წონა მქონდა, 190 კილო ვიყავი და არაბუნებრივად დიდი წონა მქონდა. რაღაც შიყვის პრობლემა მქონდა და აქედან გამომდინარე მაგიტომ მომიმატა ეს წონა და რაღაცები არეული მქონდა, ასე ვთქვათ. ვარჯიშიც ძალიან ხელი შემიშალა, თან მოწინააღმდეგეც ძალიან ძლიერი იყო და მაგარი მომზადებული იყო და ყველაფერი ერთად რო ასე ვთქვათ დაემთხვა, მოხდა ის რომ ერთი შეხედვით ახლა როცა ესეთი არ ხარ ძალიან ჩახედული მკლავჭიჩი და ეს დილეტანტი ხარ ხო ანუ უბრალოდ გულშემატკივარი ხარ და თვითონ არის ეს წესები და ასე შემდეგ ტექნიკა ანუ ერთი შეხედვით ჩანს რომ არის რაღაცა ძალისმიერი სპორტი მაგრამ აქ არის ძალიან ბევრი დეტალი ხო აი მაგალითად ხელის გადაწევის დროს სისწრაფე და არა მარტო სისწრაფე ძალიან ბევრი რამ აი შენი უპირატესობა თუ შეიძლება ამაზე ესე ხმამაღლა საუბარი აი შენ მაგალითად შენ პრიორიტეტი არის ამ ტექნიკაში რა რამდენად მრავალფეროვანია ტექნიკის მხრივ მკლავჭიდი ხო ანუ მკლავჭიდში არის რომ აი ზოგი აკეთებს აქცენტს სისწრაფეზე დარტყმაზე ზოგი პირიქით ან დამჭერია უჩვენია რომ ასე გააჩეროს ხელი მოიცადოს ცოტა ხანი და მე ნელ-ნელა დაადებინოს, ანუ ძალიან ბევრი ტექნიკა და ტაქტიკა ასე თქვა და მე რავი სულ ისე ვარჯიშობდი, ეხაც ეგრე ვარჯიშობ, რომ ჩემმა მეგობრებმაც იციან, თეთრად ვარჯიშობ, რომ ყველა ასპექტს ვავარჯიშებ, ანუ ყველანაირი ბრძოლისთვის მზად ვარ, ანუ სადაც არ უნდა წავიდეს ხელი, ასე ვთქვათ, ყველგან მაგრად ვარ მომზადებული. და მიყვარს ხოლმე რომ ის მოწინააღმდეგებს რო ხვდები, მათი სტილი რაც არის გადაწევის, იმ სტილში უგებ რა. 19-ში აი ლალეტინს შევხვდი, ტოპურის ფინალი იყო და ძალიან მაღალი 2 მეტრა და 4 სანტიმეტრია სიმაღლეში ძალიან გრძელი ხელი აქვს და ნუ მაშინ იცახდნენ რომ ანუ არ არსებობსო ლალეტინსო ზევიდანო ვერავინ ვერ მოუგებსო და ლევანიო თუ ცდისო რომ ზევიდან მოუგოსო ასე ვთქვათ მაჭარო მოუტეხოსო არარეალურიაო და სისულელეო და ავდექი და ეგრე მოუგე და ამ მსხვრი ეგ სტერეოტიპი კი ანუ ეგ მიყვარს რა თვითონ რასაც იყერა ტექნიკასაც იყერებენ იმ ტექნიკითვე უგებ ხოლმე ეგ სწორი გათვლა არის რადგან მე შემდეგ მეტი იმას იწვევს ყურადღებას ანუ მოულოდნელი რაღაცას რო აკეთებ და თავის ტექნიკით რო უგებ ანუ ფსიქოლოგიური მომენტიც არის მაგალითად შენი პოტენციური შემდეგი მოწინააღმდეგისთვისაც რო ანუ ჩემ ტექნიკაში არ მომიგოს და ასე შემდეგ ხო ანუ ძალიან დიდი პლუსია ის პირველად ლარაცაც რო შევხვდი იქაც იყო რომ აი ლარაც მაგარი გამძლეობა აქვს და თელი ამბები და ლარაცაც ბოლო რაუნდი ხელი გაუჩერე და გამძლეობით მოუგო შეუყურებდი და მე თან გაუღიმოდი ხო რადგან კონკრეტულად შეჯიბრებზე ვსაუბრობთ საომავლო გეგმები როგორი გვაქვს ძალიან გვაინტერესებს ეხლა რადგან ყოველთვის სიახლეებს ველოდება და თბილისში ჩვენთან ჩატარდა შეჯიბრი სადაც ჩემი მომავალი მეტოქის ვინაობა გაირკვა ეს არის ერმეს გასპარინი ძალიან საუბრობთ ანუ გასპარენი საგინაშვილი ორი შედგება ხო ანუ მეორე თუმცა გასპარენი უარზე იყო, არ მინდა ლევანთან ხელის გადაწევა ჯერო. შესთავაზეს ლალეტინმაც უარი თქვა და მე ნუ გასპარენი დაითანხმეს ასე ვთქვათ. დიდი სურვილი არ ქონდა ჩემთან გადაწევის, თუმცა სხვა გზა არ აქვს.
სხვა ვინმე არის ანუ პოტენციური ვინმე მომავალი ისეთი სპორტსმენი არის ვინმე ის მაგალითად თვითონ გამოთქმა სრულის რო საგინაშვილი უნდა დავამარცხო ეგეთი ვინმე თუ არის ერთი არის მაიკლ ტოდი თუმცა რავი ეხაც წააგო ბოლოს გასპარინმა მოუგო 3-0 თუ 4-0 და საინტერესო არც იქნება ხო იმას უბრალოდ ინტერესი აქვს გასპარინს მაგალითად უნდა და წლის ბოლოს რო კარგად მოემზადები და მე გადავწეო ლევანთან ლარაც აქვს სურვილი ოღონდ მაგასაც ჯერ არაო და რაღაცა იქრე რა და ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია მე როგორც სპორტსმენი ხა მე შანსი მქონდეს იმის რომ ჩემპიონობაზე ვიბრძოლო და ხამარზე ასე ვთქვათ ხამარზე მატჩი მქონდეს აი მაგათ ადგილზე მე ეგრევე თანხმობას ვიტყოდი იმიტომ რომ ეხლა მაგ შანსს ასე ვთქვათ ხელიდან არ გავუშვებდი ეხლა ივნისში მაქვს ამერიკაში იქნება სავარაუდოდ ლას-ვეგასში ამ გასპარინთან სადაც ივნისის შუა რიცხვებში უნდა ჩატარდეს რა ეგ საინტერესო არის ანუ ივნისში გელოდებით რა გულშემატკივრებსაც ხო დიდი ინტერესი მაქვს წინა მატჩიდან გამომდინარე რა მინუსებიც მქონდა მინდა რომ ის მინუსები პლუსებად ვაქციო და ახალი გამოწვევა კიდე უკეთესად საინტერესოა ხო იმიტომ რომ მაშინდელ მატჩთან შედარებით მინდა რომ ეხლა სრულიად განსხვავებული ვიყო რა დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება რადგან შენს რომის მოყვარეობას და შედეგებს რო უყურებთ დარწმუნებული ვარ რომ კიდევ გაგვახარებ და უკეთეს შენ თავსაც უფრო კმაყოფილს დატოვებ როგორც წინათ ვისაუბრეთ შენ დუბაიში გასპარინთან რო კონდა შეხვედრა მაშინ წონაც ცოტა ავარნილი ქონდა ხო როგორც 150 კილო ვიყო ეხა როგორ აშვები აი კვებასთან დაკავშირებით შეჯიბრამდე შეჯიბრის შემდეგ ან ეხა ხო არ ემზადები შეჯიბრისთვის უკვე დაწყებული გაქვს უკვე დაწყებული გაქვს ხო რა წონა გიკავია რამდენში ამ როგორ ჭამ დაახლოებით მიყავი 180-დან 183 კილომდე ეგრე ვარ ხოლმე მერყეობს საჭმელთ ეხა თითქმის ყველაფერს მაგრამ აი ეხლა დავიწყე უკვე რომ ვცდილობ რომ უფრო ცილოვანი საჭმელი მივიღო რამდენი ცილა გჭირდება ძალიან ბევრი ხო ყველა ანუ რაოდენ ყველა ხო ეხლა კარდიოს კეთებაც დავიწყე უკვე აქტიურად დავიწყებ და მინდა შეჯიბრისთან სადაც ერთი 75-დან 178 კილომდე ეგრე ვიყო რა თვითონ გასპარინი მასაში როგორ არის შენზე დიდი არის თუ პატარა ანუ არა პატარა არის ის ფიზიკურადაც პატარა არის სადაც 130 კილომდე თუმცა ანუ წონა არ უნდა მოგატყუეს იმიტომ რომ ძალიან ძლიერი სპორტსმენია კლავჭეთში წონა ყოველთვის არ არის ასე უპირატესობა რა გააჩნია რამდენად ეს წონა რამდენად გაქათვისებული ანუ კლავჭეთი ძალიან რთულია იმათვის ვისაც ზედმეტი წონა აქვს იმიტომ რომ კუთხეები ქერღვევა ტექნიკას ვეღარ იყენებ ვეღარ აკეთებ ილეთებს კარგად და ძალიან ბევრმა სპორტსმენმა მომბაძა რომ მე რო დიდი წონა ვარ უნდა რომ მოემატათ და მე პირიქით უფრო ვეღარ გადაწიეს ხელი ანუ წონა არ არის გადამწყვეტი რა თქმა უნდა. კი ეს ყველაფერში შეინძლა შენი წონა შენ საწინააღმდეგოდ გამოიყენო. ასე ვთქვათ დაამუშავო კლავჭიდისთვის. აი მაგალითად ჩემი მეგობარი ირაკლი ზირახაშვილი 97 კილო და 100 კილო განსხვავებული სპორტსმენია. 100 კილო როცა არის ძალიან უჭირს უკვე ხელის გადაწევა. ხელი ებერება, კუთხეებს ვერ იჭერს კარგად. 3 კილოს დაიკლებს და იდეალურად წავს. ყველაფერს თავისი ისა აქვს, მუღამი და წესი, ასე არის კი. ველოდებით შემძოლას ივნისში, რა თქმა უნდა, გიგულშემატკივრეთ და გამჯერა. ეხა 6-0 უნდა მოუყო. 6-0 უნდა მოუყო, ანუ 4-0-ზე არ გაჩერდები და 4-0 რა იქნება ის თუ იტყვის რომ გავჩერდეთ რომ მე ვეტყვი რომ მოდი აქ. მოდი. საინტერესო იქნება, ანუ ესეც ისეთი თეატრალიზირებულად გააკეთებ დარწმუნებული ვარ. თან ეხა უკვე გამოსილება გაქვს ამდენ ფილმებში გადაღებით, თან ჰოლივუდის გამოსილება. არა, სპორტში ეხა კომერციულ სპორტში ასე ვთქვათ რაღაც ანუ შოუს ელემენტები აუცილებელია, რა თქმა უნდა.
ეხა გადავიდეთ ცოტა აქეთი ფილმებისკენ და ჰოლივუდში წავიდეთ ცოტა. ანუ ბოლო წლებში ვხედავთ რომ არაერთ ფილმში გადაგიღეს, რაც ძალიან საინტერესო არის, საინტერესო პერსონაჟი ხარ, ხო და მაგრამ გულშემატკივრები გიცნობენ როგორც ესეთი დიდი ჰალკი, მაგრამ კეთილ ჰალკს ისე იცნობენ და ამ ფილმებში როგორი როლები გაქვს ცოტა ესეთი ბოროტე თამაშობ. ძირითადად კაცო ბოროტი. სულ ბოროტი ხარ. გულშემატკივრები რა შვებიან, ხო არ ბრაზდებიან. ხომ არ კომენტარებში რაც მოსწონთ. Netflix-ის ფილმზე ცოტა გაგვიბრაზდნენ. ყველა არა, მაგრამ რაღაც ნაწილი გულშემატკივრების, რომ ესო ქართველებიო ბოროტები რატო ხარ? შენ გირჩევდნენ საერთოდ. რა ფილმი არა რა ვიცი. ფილმი. რამე გეგმები ხო არ არის ისე შემოთავაზებები იქნება რა თქმა უნდა. ბოლოს ახლა რაღაც პროექტი იყო, ებრაელების პროექტი იყო, რაღაც კომედია იყო ძალიან ისეთი თბილისში გადაიღეს იქ. მივიღე მონაწილეობა. რაღაც პატარ-პატარ რაღაცები არის ხოლმე რა. ესეთი მასშტაბური ჯერ არაფერი. ამერიკული რესლინგის რაღაც იმასე დამიძახეს. ანუ რესლინგზე თვითონ ორგანიზაციაში? აუ, მაგარი იქნება ლევან. რა იქ ორლანდოში ჩამოდიო, იქო გაკატარებთო, რა ქვია. რაღაც შესარჩევი იმასო და მე აქ დამიწერა, მეთქი მე შესარჩევი გამჭირდება. პირდაპირ უნდა მოხდა. ხო, რა თქმა უნდა, შესარჩევი. ვეჯებ რო ვიღაცას. მაგარი საინტერესო იქნება რესლინგში შენი ნახვაც. აუ, რამხელა შოუა, ხო, ანუ თეატრია ჩვეულებრივი და შენ წარმოიდგინე. მაშინ რთულია ძალიან. ხო, მაგრამ გარხვალ იქ მან პრაქტიკებს, ანუ ხო, სერიოზული დამუშავებადი არის. სერიოზული სწავლა ჭირდება გადმოხტებიან. მომენტული ის არის რა შოუ ყურებადობი. დღეს ყველა შოუ, ყველას ჯობნის რა ამერიკაში. და სამბომან შენი გახდები ჩვეულებრივი ვარსკვლავი. ძალიან მაგარი არის. ეხა კიდე რა შეეხება ამ სპორტულ კარიერას, ცხოვრებას, ყველაფერთან ერთად ოჯახის გარეშე, ანუ ეგ გამორიცხული არის, რომ ოჯახის მხარდაჭერა, ოჯახის თანადგომა, ეს ძალიან ჩართულობა ერთი სიტყვით, ესე რომ ვთქვათ, არის ყოველთვის მნიშვნელოვანი და თუ შეიძლება ერთი-ორი სიტყვით რომ ვისაუბროთ. ნუ სანამ ცოლს შევრთავდი, ყველაფერი ძირითადად დედაჩემზე, მამაჩემზე, უფრო დედაჩემზე. დედას ინტერვიუს მაქვს, ნახე, ეს საჭმლის გაკეთება მოვლა, ეხა ყველაფერი ასე ვთქვათ რა. ეხა რაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობ, უკვე მეუღლეზე გადავიდა ეს ყველაფერი და ნუ მართლა ძალიან რთულია. ხვაბები, საჭმლის კეთება, ბევრი ცილა. ხო, ანუ რთულია რა. მხარდაჭერა მესმის რა. შეჯიბს იმაზე ვარჯიშზე და ეხა ვიცი, სპორტსმენი ხარ, როგორ იღლები, რომ არაფერს თავი არა გაქვს და იქ ასე ვთქვათ. ანუ შენ უნდა მოგერგოს და შენს განწყობაზე, ანუ დაახლოებით ესე უნდა იმუშაოს. ზოგჯერ იმის თავი არ ამახომე, რომ აი ავთქე და მაღაზიაში ჩავიდე და ანუ ძალიან ბევრი ამის კეთება უწევს რა მთელი დღის განმავლობაში ამ თლიანად ჩემზე არის გადმართული რაც ძალიან რთულია და ბევრი ასე ვთქვათ ვერ შეძლებს რა ადამიანს ძალიან უნდა უყვარდე რომ კი ბატონო და ჩვენგან იმსახურებენ ძალიან დიდ მადლობას და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ მით უმეტეს დაახლოებით მე მგონი 2 წელი გავიდა უკვე რაც ტრავმა რომ მივიღე, აი მაშინ განსაკუთრებით გვერდში დამიდგა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა ტრავმის პერიოდი, სანამ ასე ვთქვათ მოვირჩინეს მორჩენის პერიოდი, რომ იქ მქონდა რაღაც ასე ვთქვათ ჩემი გაფრენები, რომ აი всё ვეღარ გადავწევ ხელს რაღაც, იმიტომ რომ მარცხენაშიც იგივე ტრავმა მივიღე და მარცხენა ვეღარ დავბრუნდი მარცხენაში და მარჯვენაშიც იგივე დავემართა და მეგონა რომ всё, ანუ მარჯვენაშიც ვეღარ გადავწევ ხო და ძალიან მადლობა ღმერთს რომ მარჯვენა გამოხვედი. ხო, რთული დღეები გადავატარინე ასე თქვა, თუმცა აი ძალიან დიდი დამსახურება ამისი რომ აი დავბრუნდი რა, იმიტომ რომ კარგი ამის მოსმენა, სასიამოვნო არის, როცა ყავს გვერდში ადამიანი, რომელიც გვერდში გიდას. აი მაგათაც ექიმთან და იმასთან რომ მე ანუ არ მინდოდა წასვლა, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ვერ ვიყავი კარგად ფსიქოლოგიურად, მაძალებდა და აი მოკლედ თელი ამბები რა. მადლობა მეუღლეს, მადლობა რომ დღეს კიდე დიდ სპორტში ხარ და ჩვენ დროშას ძალიან ისე საამაყოდ
აფრიალებ. ზოგადად მკლავჭიდის სამყაროში საქართველოში როგორი სიტუაცია არის? დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისთვის мотивация ხარ, ინსპირაცია ხარ და ალბათ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ შენი დანახვის შემდეგ დაიწყო მკლავჭიდის ვარჯიში, ხო? ამაში ყველა დარწმუნებულები ვართ და როგორი ტენდენცია არის, ვიცი რომ დიდი აუდიტორია ყავს ამ სპორტს, მაგრამ შენი მაინც საინტერესო არის შენი აზრი. ძალიან ბევრი ახალგაზრდები ვარჯიშობენ, ეძებენ დარბაზებს, მე მწერს ძალიან ბევრი და შეძლებს დაგვარად ვაკვალიანებ ხოლმე. მე ჯერჯერობით იმის ასე ვთქვათ დრო და საშუალება არ მაქვს რომ მე ვავარჯიშო და მოვამზადო, იმიტომ რომ ჩემთვის ასე ვთქვათ პირადი კარიერით ხარ და ნორმალური არის ეს. ჩემთვის ვნახულობ დროს რომ ვივარჯიშო და სხვა საქმეებიც ვაკეთო ასე ვთქვათ და მაგრამ დარწმუნებული ვარ როცა წავალ სპორტიდან აუცილებლად ამ საქმესაც მივხედავ ჩემს მერე და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაღალ დონეზე მიხედავ და შენი დარბაზის ანუ სკოლის სახელით ბევრი ჩემპიონი გაიზრდება. ამაში დარწმუნებული ვარ. ანუ კლავჭიდი ძალიან პოპულარულია საქართველოში, აი განსაკუთრებით ბოლო წლები. კი, აი ძალიან არა მარტო ისეთ ადამიანებში ვინც ვარჯიშობს, რა აი ისეთ ადამიანებს უყურებენ ვინც საერთოდ სპორტთან ახლოს ზოგადად გულშემატკივარი. აი მაგალითად მე ვსულა რაღაც კლინიკაში და ექიმი გამოსულა და ისე მელაპარაკება კლავჭიძე, აი ყველა იცის ვინ როგორ წევს ხელს, ვინ ძალიან ჩახედულია. ხო, ანუ ეტყობა რომ აი უყურებს რა. ჩვენ გადაცემაში ვაქცე ტრადიციული მიმართვა, ანუ გულშემატკივრების მიმართ და შენ გულშემატკივარს შეიძლება 1-2 სიტყვით რომ მიმართო და აქცემისკენ ბოლოსკენ გავალთ. ნუ ჩვენ გულშემატკივარს მინდა დიდი მადლობა უთხრა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის, რა ვიცი. ინტერნეტში ძალიან ბევრი მწერს, ყველას ვერ პასუხობ და ბოდიშს ვიხდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მესიჯი შემომდის ხოლმე და შეიძლება ყველას ვერ უპასუხო. აი ქუჩაშიც რო დავდივარ, სულ პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს ჩემს მიმართ ხალხი, რაც ძალიან დიდ ძალას და мотивაციას მაძლევს და აი მან ხვდები ხოლმე რამდენად ანუ ეს არ არის მარტო ჩემი ოჯახის ის რა გავიდე შეჯიბზე და მოვიგო, ანუ მან ვაცნობიერებ რამდენ ადამიანს ასე ვთქვათ ვანიჭებ სიხარულს რა გამოწვევს. არ მახუფლება რომ სანამ შემიძლია რომ არ ავაკეთო ეს საქმე. კი, საქართველოს შეგვიძლია ძალიან ისეთი მკუმხურვალი გულშემატკივრობა, ერთგულება შეგვიძლია, თუ შეიძლება ეგრე ითქვას და უხარია, ყველას უხარია, ანუ ერთი ქართველის გამარჯვება არის, ყველას გამარჯვება და ზუსტად ესე უყურებენ. გულშემატკივრობს და ყოველთვის ვცდილობ რომ გული არ დავწყვიტო და ასე ვთქვათ არ ვაწყენინო. ვცდილობ რომ ცხოვრებითაც ისე ვიცხოვრო რომ მაგალითი მივცე. მადლობა ლევან რომ დღეს ჩვენ გვესტუმრე. ძალიან საინტერესო იყო საუბარი შენთან. ასევე გავიგეთ რომ ივნისში გაქვს იგეგმება შეჯიბრი და მინდა რომ წარმატებები გისურვო. მთელი გული გულშემატკივრობ და მართლა ვამაყობ რომ ხარ რომ მოვიგებ და ჩამოვარ მე კიდე მოვალ. აუცილებლად ახალი კამერით, ანუ ორი კამერა ის მატჩი. ბატონო. ძალიან კარგი. აბა წარმატებებს გისურვებ და მომავალ შეხვედრამდე.